კარგით. თუ ჩვენი წინა შეხვედრა დასრულდა იმით, რომ მამაოჩვენოს ტექსტი დავასრულეთ, მაშინ ეს გახლავთ მე-6 მათეს სახარების, მე-6 თავის, მე-14 მუხლიდან უნდა განვაახლოთ კითხვა, იმიტომ რომ მე-13 თავით ვთავრდება მამაოჩვენო. და იმეორებს იმ ფორმულას, კიდევ ერთხელ იმეორებს ფორმულას, რომელიც მამაოჩვენოში არის მოცემული. ნახეთ რა ფორმულაზეა საუბარი. რადგან თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ძალიან მნიშვნელოვანი ამ ფრაზის ცოდნა, იმიტომ რომ ჩვენ ვინც მამაოჩვენოს ყოველდღიურად ვამბობთ, ცოდვების მიტევების უადვილეს გზას გვთავაზობს მაცხოვარი. უადვილეს გზას. გინდა მოგეტევოს, შენც მიუტევე და მოტევებული იქნები. ამიტომაც ეს მეორე აქ კი მეორდება მეორეჯერ შეიძლება ითქვას მამაოჩვენოს ტექსტში ხო არის და ანუ ის რა ქვია ისე მომიტევე როგორც მე მიუტევებ და აქ კვლავ გამეორდა ეს ფრაზა, მაგრამ დამატებით კიდევ რამდენიმე იგავს ამბობს ამის შესახებ. ერთ-ერთი იგავი გახლავთ შეგახსენებთ ძალიან ცნობილი იგავია, გახლავთ როდესაც ერთი მეფის წინაშე კაცს აქვს ვალი დაახლოებით, თანამედროვე იმით ვთქვათ, რომ იქ არ დაგვაბნიოს ფულთა ერთეულებმა, დაახლოებით აქვს, ესე იგი $100,000 აქვს რაღაცა პირველი პირისა, ქვეყნის პირველი პირისა ვალი. დაუძახა ამ კაცმა დაუთხა, რომ ესე იგი რახან ვერ მიხდი, ახლა ჩაგაგდებ ციხეში და შენ ცოლშვილს გავყიდი მონად და ამ ფულს ესე იგი ამოვიღებ. ეს ეუბნება, რომ შემიწყალე, შემიბრალე და იქნებ რაღაცნაირად მოვახერხო, რომ გადაგიხადო და ეს კაცი აპატიებს ამ ვალს. ეუბნება, რომ კაი, რახანაც ნანობს შენ ამას ყველაფერს, მე შენთვის მიპატიებია ეს ვარ. და როგორც კი გარეთ გამოდის, გარეთ შეხვდება მეორე ადამიანი, რომელსაც ამისი ვალი აქვს უკვე $100. 100,000 ხო აპატიეს? ამისი აქვს $100. და ეხლა ეუბნება ამას, რომ სად არის ჩემი $100? ის ეუბნება, რომ აი არა მაქვს და ვერ გადავიხადე და დაიჭერს ამ კაცს, დაუძახებს პოლიციას, ამ კაცო ჩემი ვალი აქვსო და არ მიხდისო და დააპატიმრებინებს აი ამ ადამიანს. რა თქმა უნდა იმ ბატონს, ვისაც 100,000 აქვს ამისთვის ნაპატიები, ეტყვიან მისი მსახურები, რომ ასე მოიქცაო, დაუძახებს და ეტყვის, რომ ბოროტი მონახარო. 100,000 გაპატიეო და როგორ $100 არ უნდა გეპატიებიაო. ეს იგავი პირდაპირ ამ ტექსტის შეიძლება ითქვას გამეორება, ამავდროულად საუბარია იმაზე, რომ ღმერთი შენ 100,000 გპატიებს და შენ 100-ის პატიება არ გინდა ხოლმე სხვა ადამიანთან. მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებით რა, შენ ცვალი გაქვს და იმასაც ცვალი აქვს. ოღონდ შენ 100,000 გმართებს და იმას 100. ესეთია ხშირად ჩვენი მდგომარეობა. ამიტომაც უმარტივესი რამდენიმე ფორმულას გვთავაზობს ცათა სასუფეველში შესასვლელად მაცხოვარი. ერთ-ერთი უპირველესი ფორმულა შეიძლება ითქვას, ეს არის მიუტევე თუ გინდა რომ მოგეტევოს. მეორე ფორმულა იცით რა არის? თავმდაბლობა გახლავთ ყველაზე იოლი გზა ასევე ცათა სასუფეველში შესასვლელად, მაგრამ ახლა ამაზე რომ გადავერთოთ, ჩვენ ეს ტექსტი გაგვექცევა სხვაგან წავა ჩვენი საუბარი და ამიტომ ჯობია თავმდაბლობაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. თან თავმდაბლობაზე ალბათ იმან უნდა ილაპარაკოს, ვისაც აქვს ეს და მე მხოლოდ თეორიულად შემიძლია მოგითხროთ რამდენიმე სიტყვა თავმდაბლობის შესახებ. კარგით. რადგან თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს, თქვენს მოგიტევთ თქვენი ზეციერი მამა, ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, ნახეთ, ეს კი არ თავდება. წერია თუ მიუტევებთ და მე ამ შემთხვევაში წერია თუ არ მიუტევებთ, არც თქვენ მოგიტევებთ თქვენი მამა თქვენ შეცოდებებს. ძალიან მარტივი ფორმულირებაა. მე მახსოვს ერთხელ ანტონი სოროჟელის გადაგებას უსმენდი, რომ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ იქნება განკითხვა ღვთისწინაში. ადამიანი, რომელმაც რაღაცა დაგიშავა. და ეხლა აღმოაჩინე, რომ ეს ადამიანიც უნდა ცხონდეს და შენც უნდა ცხონდე და აქ ისეთი ნაწყენი ხარ, გაბრაზებული ხარ, რომ მისი დანახვა არ გინდოდა. და ეხლა როგორ ეხლა ღმერთმა ისიც უნდა აცხონოს შენც და შენ გაბრაზდების ზურგში აქცევ იქაურობას და იტყვი რომ მე არ შემოვალ მაგ ადგილას, სადაც ეგ ადამიანი იქნება. ამიტომაც ამ მიტევებაზე, როდესაც არის ლაპარაკი, ბუნებრივია ესეც იგულისხმება თავისთავად. მიუხედავად იმისა, როგორი სიმწარეც არ უნდა გქონდეს ადამიანს ნაგემი მეორე ადამიანისგან,
მას უნდა შეეძლოს ამ მიტევებაზე ფიქრი. შეიძლება ეს მიტევება ჩვენ მაშინ ჩამოვწერეთ კიდეც რას გულისხმობდა ეს მიტევება რომ მიტევება არ არის შეიძლება პირდაპირ ძველი ურთიერთობის აღდგენა. ბატონო? რას ნიშნავს უსასრულოდ? რამდენჯერაც დააშავებს იმდენჯერ. აქ მიტევება განსხვავება რამში უნდა დავინახოთ, იცით ჩვენ რომ მაგალითისთვის შეიძლება ადამიანმა რაღაცა არ მოიშალოს, რაღაცა ისეთი ჩვევა, რომელიც აზიანებს საზოგადოებას. მაგალითად შეიძლება იყოს საზოგადოებრისთვის საშიში ეს ადამიანი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას ციხეში არ უნდა ჩავსვათ და სამართალი არ უნდა ახსოვდეს, თქვა კანონი არ უნდა შესრულდეს. კი, რა თქმა უნდა, მოღონდა, მიტევება სხვა არის და ეს სხვა არის. ეს სხვადასხვა რამეა. თქვენ არ იგულისხმოთ ამაში ის, რომ მაგალითისთვის ეხლა სახელმწიფო უნდა გამოაცხადოს ყველაფერს პატიობდა, რაც გინდა თქვენით. აქ იქნება ქაოსი. აქ უბედურება დატრიალდება. აქ საუბარი არის იმაზე, რომ შენ რომ მე ვთქვათ, აი გამძარცვე პირადად და დამხვდი ქუჩაში და გამძარცვე. შენ რომ დაგიჭირა ამაზე სახელმწიფო და სასჯელს რომ მიიხდი, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე არ გაპატიე. ეს იმას ნიშნავს, რომ მე შენ უნდა გაპატიო ყველა შემთხვევაში ეს ამბავი და ეს პატიება უნდა დავიწყო იმით, რომ შურის ძიებაზე არ ვიფიქრო. არ დავიწყო შურის ძიება, და ერთი სული მქონდეს, როდის გამოხვალ ციხიდან რომ დააგამტრიო ცხვირპირი როგორც კი დაგინახავ. აი ეს არის სწორედ პატიება და არა ის რომ ის ციხეში არ ჩასვათ, გამოვალ და ვიტყვი, გეხვეწებით არ ჩასვათ ციხეში. როგორ უნდა ჩასვან, კაცი თუ საშიშია საზოგადოებისთვის და პირველი შემთხვევა არ არის რომ დამაყაჩაღა და ასე აყაჩაღებს გამოვლელს და გამოვლელს, უნდა ჩასვან ციხეში, რა თქმა უნდა. ეს ამ მიტევებაზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ. აქ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ამ ადამიანმა მოიხადა თქვა სასჯელი, არ ვიცით როგორ შეინანა, რომ არ შეინანიებია ესე სასופევლის ღირსი ხო ვერ გახდებოდა. მაგრამ აი განკითხვის დღეს აღმოაჩინე, რომ ეს ადამიანი უნდა ცხონდეს. და რას გააკეთებ შენ ახლა იქ ფეხებს გააფიჩინებ, რომ არა, მაგი არ უნდა ცხონდეს, იმიტომ რომ დაღაჩაღებული ვყავარ თავის დროზე? მით უმეტეს რომ არავინ არ ვკითხავს, ხო გვაქვს მაინც ეს გაცდა რომ ჩვენი პოზიცია რა თქმა უნდა. ამიტომაც არიან წმინდანები, რომლებიც მათ აქვე შეძლეს ეს. მაგალითად, სტეფანე პირველ დიაკონი, რომელიც ჩაქოლვის დროს ასე ამბობს, რომ მიუტევე უფალო არ იციან რას აკეთებენო, მთელი გულით აძლევს შენდობას მის ჯალათებს, რომლებმაც ის ქვებით უნდა ჩაქოლონ. წმინდა გიორგის ხსენება მოდის ახლა. თქვენ გონიათ რომ წმინდა გიორგის არ მიუტევებია იმისთვის, რა ქვია, დიოკლეტიანისთვის, რაც მას დამართა. რა თქმა უნდა მიუტევა. იმან რომ რაღაცა თავის სასჯელი მიიღო, ეს სხვა საკითხია. მაგრამ რომ დამდგარიყო, თქვათ, იქ ძალიან დიდი სინანულის საკითხი და დავით მეფსალმონის მსგავსი მაგალითად და მისი ცხონების საკითხი გადაწყვეტილიყო, წმინდა გიორგისგან მას ჰქონდა შენდობა. ისევე როგორც დავითმა მიიღო შენდობა. ჩვენ ხო ვიცით რომ მიიღო, აბა წმინდანი როგორ არის მაშინ? თუ შენდობა ვერ მიიღო და დავითმა რაც ჩაიდინა, დიოკლეტიანეს მე მგონი თლადმაგდენი არ უქნია. საშინელება ჩაიდინა. 10 წელი და დიახ. კაციც მოკლა. დიახ. დიახ. მამა შეიძლება რა ვთქვა. დიახ, ბრძანეთ. ისიც აი დავბრძანდით ის ამხა. ის არის აი რა კარგია კითხებს რომ ვისაუბროთ მე ვსარგებლობ ჭამა ამ დროს. ისეთი განცდა მაქვს. ალბათ ადამიანი არ არის რომელსაც არ დასჭიროებია მიტევება. ასევე მე სამჭიროებია რომ მიმეტევებია ადამიანისთვის უფლის თუნდაც უფლის გამო, თუნდაც სარდლობით. მაგრამ ეს როცა მოვწერე განსაკუთრებით ერთი შემთხვევა, რომელიც დამჭირდა ძალიან ახლობელი ადამიანისთვის. დიახ. მიმეტევებია რომელიც უცბად ჩემი მიტევი გახდა. დიახ. ეს მიტევება რა არის ნახევარი გზა აღმოჩნდა ჩემთვის. ანუ მე აი ისიც როგორ არის მე სანამ ის თავიდან არ შევიყვარე, ჩემი სინდისი არ დამშვიდა. მიტევებით ვერ დამშვიდა. რო აბა მე შევიყვარდა უფრო მეტად ვიდრე მანამდე ვიყვარდა. ეს ერთ დღეში მოხდა? არა. წლები დაიწყო. ამიტომაც ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, თქვენ ეთყობა არ იყავით. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, რომ აქ არის რაღაცა საფეხურები, რომელიც უნდა გაიარო ადამიანმა. სხვაგვარად შეუძლებელია. მე რომ ყოფილიყავი
თქვათ ურიას ბიძაშვილი ძმა მეგობარი რაც მან დავითმა მას გაუკეთა დავითს მე ვერ ვაპატიებდი ამას როგორ უნდა გეპატიებინა ეს ამბავი მაგრამ თუ და ხო აბა გეკითხები ახლა შენ ურიას მხრიდან შეხედი ამას ყველაფერს კაცო ხამით ზაღლებით გაუთმნა იქიძრა რა დიახ ამას ვამბობ აბა ამაზე ვლაპარაკობ მე რომ ახლა მე ვარ ესე იგი ამ კაც ერქვა ურია და მე ვარ ამ ურიას ძმა პირობითად ვამბობ მეგობარი ვარ უბრალოდ ახლო მეგობარი და გავიგე ეს სინამდვილე რა მოხდა და როგორ მოხდა როგორი საპატიებელია გეკითხებით მაგრამ თუ კი ვთქვათ მე სულიერად შევხედავ უკვე ამ საკითხს და ვხედავ ამ ადამიანის განსაკუთრებულ სინანულს რომ რა ჩაიდინა ამის მერე როგორი სინანული გამოამჟღავნა ამის შემდგომ რა სასჯელები დაედო მას ძალიან დიდი სასჯელები დაედო დავითს ამ ამბის მერე მის სახლს სისხლი აღარ მოშორებია საკუთარი შვილი აუჯანყდა და გარბოდა მე მეფობის წარწმევა უნდა და მოკლა უნდა და საკუთარი მამის შვილს უნდა და მამის მოკლა იქამდე მსგავსი რამ არ მომხდარა დავითსა მტრები ბევრი ყავდა მაგრამ შვილები არა შვილებმა ერთმანეთი დახოცეს ერთმა ძმამ მისი ნახევარი დაგააუპატიურა იმ ძმამ მერე ნახევარი ძმა მოკლა მერე მეორე ძმამ კიდე მესამე ძმა მოკლა და ასე შემდეგ აი ჯაჭვური რეაქცია ცოდვისა და თუ კი ამას დაინახავ და თუ კი ნახავ დავითის სინანულს ამის შემდგომ იწყებ იმ მოქმედებას ასე თქვენ საუბრობდით რომელიც არ არის ერთი დღის შედეგი და ნახევარ საათში ახლა ვსვობ უცბად ვაპატიე და შემიყვარდა ესე არ ხდება ეს ხდება იმით რომ მუშაობს საკუთარ თავზე ადამიანი რომ პირველ რიგში არ იხდის სამაგიეროს მეორე რიგში დგავ იმ ნაბიჯს რომ არ გძულდეს მუშაობ ამ საკითხზე არ იძიებ შურს არ გძულს და იწყებ რაღაცა პირველად ურთიერთობას თუნდაც გამარჯვების სახით და ამის შემდგომ უკვე ის რაც თქვენ თქვით რომ შეიძლება შემიყვარდეს იმაზე უფრო მეტად ვიდრე ადრე მიყვარდა სანამ აწყენინებდა ეს სრულიად შესაძლებელია და ამ მუშაობის შედეგი გახლავთ სწორედ ეს და არავის ჩემს ცხოვრებაში იმდენი სარგებელი არ მოუტანია ახლობლებს რამდენი სტერეო მომიტანა ნუ ეხლა ამაში არის ლოგიკა იმიტომ რომ რაც ხდება რაღაცა კარგის გამოხდება ჩვენთვის ღმერთის შემთხვევით არ უშვებს ერთადერთი მიზანდასახულობით რომ იმაზე უკეთესი გახდე ვიდრე იყავი გუში ამიტომ საფრთხო განგებულებას უნდა ვიყოთ მინდობილნი კარგით გავაგრძელებთ მიუტევებ მოგეტევება მოკლედ ფორმულირება ვიცით მიუტევებ მოგეტევება არ მიუტევებ არ მოგეტევება ძალიან მარტივია ყველაფერი ოღონდ თეორიულად აი პრაქტიკულად ეს არ არის ადვილი შესასრულებელი მუშაობის გარეშე არ შესრულდება თუ ადამიანმა არ იმუშავა და სულიერად არ გაიზარდა შეუძლებელია ამ სიმაღლეს მიაღწიოს მე-16 მუხლი ხოლო როდესაც მარხულობ ჩვენ გარკვეულწილად იქ მარხვაზე ვისაუბრეთ მაგრამ კვლავ უბრუნდება ამ თემას როდესაც მარხულობთ ნუ იქნებით მწუხარენი თვალთმაქცებივით რას გულისხმობს ეს გეტყვით ახლავე რადგან ისინი მწუხარე სახეებს იღებენ რათა ადამიანებს მარხველება დაჩვენონ თავი ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს ხოლო შენ როდესაც მარხულობ იცხე თავზე და დაიბანე პირი რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხველად არამედ დაფარულად ყოფ შენს მამას და შენი მამა რომელიც ხედავს დაფარულს მოგიზღავს შენ ცხადად რას გულისხმობს ეს თვალთმაქცებივით მწუხარენი ნუ იქნებით მაშინ იყო ასეთი ტრადიცია რომ ვინც ესე იგი რამეს გამო მარხვას დააპირებდა უნდა გამოსულიყო საზოგადოებაში და მოკლედ ეს საკითხზე უნდა გაეხია ესე ეს იყო რაღაცა გარკვეული გლოვის ნიშანი მაგალითად ვინმე რომ გლოვი არე იყო ამ საკინძე გახეული ვინც დადიოდა მოკლედ ამით უნდა მივხვდარიყო რომ ის გლოვი არე იყო იმიტომ რომ მაშინ არ იყო ასეთი ფუფუნება რომ მრავალი ხელი ტანსაცმელი ქონოდათ ადამიანებს ეხა დღეს რო არის კარადარო გაქდა ყოველდღიურად არჩევ რომელი რა ჩაიცვა თქვა რომელ დღესასწაულზე რა გეცვას და გასვენებაში რა ჩაიცმევდა თეატრში რას მაშინ ასეთი რამ არ იყო ერთი ტანსაცმელი ქონდათ და შესაბამისად ამ ტანსაცმელით მიხვდებოდი ადამიანი თუ კი საკინძე გახეული ქონდა ადამიანს ეს იყო გლოვის ნიშანი რომ ის რაღაცას გლოვობდა ამიტომაც როდესაც მარხვას იწყებდნენ ხშირად აკეთებდნენ ამას ადამიანები რომ სადღაცას გაიხებდნენ ამ საკინძეს და ისე დადიოდნენ რომ ვითომ ასეთ გლოვარებას განიცდიდნენ სინამდვილეში ამის იქეთ არაფერი არ იცვლებოდა ახლა საკინძე შეკრული მას ვიზაო
გავლანძღავ ადამიანს თუ საკინძე გახსნილი რა მნიშვნელობა აქვს? ხო მართალია, ერთი და იგივე მდგომარეობა აბსოლუტურად გამომდინარე იქედან რომ ჩემი შინაგანი თუ არ შეიცვალა, თუ არ მოხდა ეს განწყობა. ამიტომაც პირდაპირ ამბობს რომ თვალთმაქცევივით, იმიტომ რომ ეს იყო თვალთმაქცობა საზოგადოების დასანახად, რომ თითქოს მე მარხვაზე ვარ, მაგრამ არაფერი ჩემს ცხოვრებაში არ იცვლება. იცვლება მხოლოდ გარეგნულად საკინძე მაქვს გარღვეული. რადგან ისინი მწუხარე სახეებს იღებენ, ეს მწუხარე სახე სწორედ ამას ნიშნავს, რომ სახეზე შეიძლება გამოხატული იყოს შენი საკინძის გარღვეულობა, რომ თითქოს ესე იგი მწუხარე ხარ და მარხველი ხარ, რომ ადამიანებს აჩვენონ თავიო და ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს. რას ნიშნავს იღებენ თავიანთ საზღაურს? ამ ქვეყნიურ საზღაურს იღებენ. რას გულისხმობ იცით, რომ აი აღებმიცემობა ადამიანებს შორის გაჩაღებული. მაგალითად, იმიტომ მიყვარხარ, რომ შენც გიყვარ ვარ. მაგალითად, იმიტომ გეხმარები, რომ შენც მეხმარები. მე რაღაცა ისეთი რამით გეხმარები, თქვაც და შენ ისეთით რაც და აი ეს ურთიერთ კავშირი არის, რომ მე რო ვიცი ახლა რომ რაღაცა თქვათ იმას პირობითად ვამბობ, კარტოფილი მოყავს ბევრი და მე თაფლი მაქვს, ახლა ვაჩუქე თაფლი და მაჩუქა კარტოფილი რა და ასე გაგვაქვს მოკლედ თავი. ეს არის რომ აქვე იღებენ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანების დასანახად თუ მარხულობს, ადამიანებისგან იღებენ მას ისინი შექებას და ამბობენ რომ აი როგორი მარხველი კაცი და შენც ეს გინდა. რო აი ვიღაცა რო იტყვის, აი მე როგორ მარხულობს, აი შეხედე რა, როგორი სახე აქვს და ესეთი მარხველია რა და ამ დროს არაფერი, აი მიიღე ის, რასაც ითხოვდი, მოგეცა ზუსტად, იმიტომ რომ ადამიანების დასანახად რაც გააკეთე. მაგრამ სინამდვილეში მარხვა არისო, ნახეთ რა, როდესაც მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, იცხე თავზე ზეთის ცხება ხდებოდა სურნელი დღეს რომ ყოველდილით რაღაცას რომ მიიპყურებ. ესეც სადღესასწაულო განწყობისა იყო, მინდა გითხრათ, მაშინ არ ქონდათ ამისი ფუფუნება. ამიტომაც ეს ზეთის ცხება, ესე პირის თქვა ფერუმარილის გაკეთება ხდებოდა განსაკუთრებულ დღეებში. როდესაც საზეიმო განწყობა ქონდა ადამიანს ქორწილში მიდიოდა და ასე შემდგომ. ამიტომაც დაიბანე პირი და ამ პირს ალბათ ყოველდღე იბანდნენ, მაგრამ მაინც ეს განწყობა რომ შენ ესე იგი გასუფთავებული. ის ერთი ამბავი გამახსენდა პირის დაბანასთან დაკავშირებით ახლა რა. ასეთი რა მოგვიყვა ერთხელ ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ და მე თვითონ არ წამიკითხავს უბრალოდ ნამდვილად ვენდები ბატონ სერგოს ძალიან კარგი მასალები აქვს მოგროვილი კომუნისტური რეჟიმის დროს უახლეს ისტორიის ამბებს როცა გვიყვებოდა რა. არსებობდაო გარკვეული გეგმა. თვეში რამდენი კაცი უნდა დაეხრიტათ. არსებობდა ასეთი გეგმა. რომ კომუნისტების დროს, რომ აი თქვათ, უნდა დაიხრიტოს ამდენი კაცი, რაღაცა უნდა გამოვლენა. ეს ხოთო შორის ეხლაც არის გარკვეული, რომ გამოვლენა, აი პატრულს დავალებული აქვს, რომ აი სიმთვრალე გამოავლინე. აბა რას მიკეთებდი, ხო? ერთი სიმთვრალეს თუ არ გამოგივლენია, ესე იგი საეჭვო კაცი ხარ, იმიტომ რომ იქნება გაუშვიქ თამის გამო ან რაღაცის გამო. ხო და ეხლა ჯვარი გწერია კაცო, დახრეტა სხვა რამეა, მაგრამ ესეთი გეგმები რაღაცა ყოველ შემთხვევაში აქვს იმას ძალოვან სტრუქტურებს. მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებს ჰქონდათ ასეთი გეგმა, რომ უნდა დაეხრიტათ პირობითად ვამბობ, ნუ 10 კაცი, რა, ესე ვთქვათ რა, 10 კაცი უნდა დაეხრიტათ. ხო და რომ მოსწერეს იქედან თურმე რომ აბა როგორ სრულდებაო თქვენთანო ეს გეგმაო და არის თუ არა აღმოჩენილი ხალხის მტერი, სამშობლოს მოღალატე და ასე შემდგომ და დაიხრიტათ თუ არა, ესეთი რამ უთხრეს რომ არა, არავინ არ ყავდაო რა და ასეთი ბრძანება მიუღიათ. კი მითხრა, მაგრამ არ ვასახელებ ახლა ამ გვარებს, ვისგან მიუღიათ და როგორ მიუღიათ. წადიო და ჩამოიარეს, ეს ხდება ზესტაფონის მაზრაში. წადიო ჩამოიარეს სოფლებშიო და ვისაც ნახავ რომ თავი აქვს დაბანილიო და ფრჩხილები სუფთაო, სულ ყველა ჩამოიყვანე იმაშიო, რაიონულ ცენტრშიო. რას ნიშნავდა თავი დაბანილი და ფრჩხილები სუფთა, იცი? მიწაზე არ მუშაობდა, ეთყობა ან პედაგოგია. ინტელიგენცია არ აწყობდა. ხო, მიხდი, ანუ აზროვნებს, ხდები? ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვისაც ფრჩხილები შავია, ცუდი ადამიანია. არა, სამის მიხედვით არა. ის რომ ფრჩხილებით რომ მუშაობს და გაშავებულია ფრჩხილებით, თქვა კარტოფილი მოყავს თუ რაღაცა, ბუნებრივი არა აქვს ამ კოსმეტიკის საშუალება. ეხლა პედაგოგი რო არის და სკოლაში რო უნდა წავიდეს, ასე შავი ფრჩხილებით და თავით ხო ვერ წავა. ესე იგი აზროვნებს, რაღაცას ასწავლის ბავშვებს, ან რაღაცა კულტურული იმაში შეიძლება მოღვაწეობდეს, შეიძლება თეატრის მსახიობი ან რაღაცა ეგეთია რა. მოიყვანეს ეს ხალხი შეგროვებული. შეყარესო ვაგონშიო, უთხრეს რომ სადღაცას მიყავხარ თუ და იქვე ზესტაფონში დახრიტეს იგივე ვაგონში. ის ვაგონი დღესაც იქ დგასო, ასე ამბობდა მაშინ ბატონი სერგო, ახლა დღეს ნამდვილად არ ვიცი სად დგას, მაგრამ
ესეო მითიო დახვრეტესო შეიძლება საერთოდ არ იყო მაგრამ გეგმა იყო შესასრულებელი და თან თავი ჰქონდათ დაბანილი გეგმა ასე შესრულდა მოკლედ ამის მიხედვით რა და ამიტომაც აქაც რო წერია რომ დაიბანე პირი და იცხე თავზე ეს ნიშნავს იმას რომ საზოგადოებაში ისე კი ვერ უნდა გამოიყურებოდა ეს რაღაც ესეთი სახით რომ რაღაც ვაიმე რაღაცას მსახიობობს ადამიანი და რაღაცა ემოციებზეა ხშირად აყოლილი შეიძლება მართლა მოგივიდეს ემოცია გნებავთ ლოცვის დროს და იმის დროს და შეიძლება ცრემლით წამოვიდესა და მე მინახავს ეხა რომ სასულიერო პირსაც ცრემლით წამოსვლია პატრიარქს ამდენჯერაც გნებავთ აი ხო გახსოვთ რაღაცა ლოცვის დროს ატირებულა კი კაცო ატირებულა ხო და რა ეს კი არ არის გასაკვირი მაგრამ ახლა ამას რომ დადგავ მოკლედ პერფორმანს გააკეთებ და იქ რაღაცა ამბები ეს უკვე არის აბსოლუტურად ადამიანების წინაშე თავის მოსაწონი გაკეთებული და ამიტომ იწყე თავზე და დაიბანე პირ რომ გარეგნობით შენ ასე უნდა გამოიყურებოდე საზეიმო ვითარებისთვის ხარ თითქოს გამოწყობილი რომ ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხველად არამედ დაფარულად მყოფ შენს მამას იმიტომ რომ მამას ხო ესე ვერ ხედავ მაგრამ იმას უნდა გრძნობდე რომ ის ხედავს შენი ეს მსახიობობა არავის არ სჭირდება ადამიანების გარდა. მამას მით უმეტეს არ სჭირდება. იმიტომ რომ მან ზუსტად იცის შენს გულში ამ დროს რა მდგომარეობა. გარეგნულად შეიძლება ცრემლები მოგდიოდეს, მაგრამ შინაგანად საერთოდ არ იყო ამ განწყობაზე. პირიქით რაღაცა გიხაროდეს კიდეც, მაგრამ ასე აჩვენებდე თავს საზოგადოებას. და პირიქით შეიძლება გარეგნულად ხიარო, მაგრამ შინაგანად ძალიან დიდ ტკივილს ატარებდე და ძალიან და ამას არ აჩვენებდე არავის და არ აგრძნობინებდე არავის. ამიტომაც მამამ რომელიც დაფარულია, ანუ შენ ვერ ხედავ, ის დაფარული იცის რაც შენშია. რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხველად, არამედ დაფარულად ყოფ შენს მამას და შენი მამა რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად. აი რისთვისაც თქვათ ამ პერფორმანსებს დგავს რომ ადამიანებისგან მოგეზღოს თუ ამას გადაეჩვევი და გადაეწყობა შენი გონება ესე იგი იმაზე ფიქრში რომ და მხოლოდ დაფარული მამის წინაშე იყო მართალი და აღასრულებდი ამ სახურებას და გარეგნულად ასე შეიძლება საერთოდ არ გამოიყურებოდე ამ შემთხვევაში ეს უკუგება აუცილებლად იქნება უკვე ზეციერი მამისგან რომელიც დაფარულია და რომელსაც შენ ვერ ხედავ. ნუ შეკრებთ საუნჯეს დედამიწაზე სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. შეკრიბეთ საუნჯე ცაში, სადაც არც ჩრჩილი, არც ჟანგი სპობს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ, რადგან სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება შენი გულიც. ესეც ფორმულირებები. და ის სულ რაღაცის თითქოს შეიძლება ითქვას მათემატიკური ფორმულებებითაა ჩამოწერილი, რომ გინდა იცოდე ამ უმაღლესი ამოცანების ამოხსნა როგორ არის ამისთვის უნდა დაიზეპირო ფორმულები მაგალითად ახლა x კვადრატს პლუს აქვე y კვადრატი ამას აქვს თავისი ფორმულა როგორ უნდა ამოიხსნას ეს და ამ ფორმულას თუ კი იცი თავისთავად ამოხსნი მე ამ ჩასვავი იმაში ყველაფერს და ხო მართალია ვისაც მათემატიკა გაგვივლია ყველამ ვიცით ეს ამბავი სწორედ ესეთი ფორმულები არის მოცემული აქ შენდობის შესახებ რაც ვილაპარაკეთ, მარხვის შესახებ რაც ვილაპარაკეთ და აი ნახეთ ამ ფორმულას როგორ სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება შენი გულიც. ხო მართალია. თქვენს ცხოვრებაში ეს ასე არ არის? რაზეც ყოველ წამს და ყოველ წუთს გეფიქრება, ის არის შენი საუნჯე. თუ ეს ზეცა არის, მაშინ სწორ ადგილას აგროვებ სიმდიდრეს. და თუ თქვათ აი პირობითად ვაგროვებ ფულს და ვმარხავ რომელიღაცა ხის ქვეშ. მაგრამ მთელი ჩემი გონება დაასტრიალებს იმას რომ ვინმე არ მომპაროს, როგორ მივამატო, როგორ გავაძლიერო იქ დაცვა, როგორ რაღაცა ვინმე არ გაიგოს ეს ამბავი, ხო შეიძლება სულ ამაზე იყოს ჩემი ფიქრი. არავით არის მნიშვნელობა არა გეოგრაფიულ თემას, მდებარეობას. აქ ლაბარაკი არის შენს განწყობაზე. ეს არა მარტო მატერიალურს ეხება, არამედ ეხება აი მაგალითად დაასტრიალებს ჩემი გონება, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა კარიერული წინსვლა მინდა. და მთელი ჩემი ცხოვრება ფიქრობ, ეხლა რომ ამ დირექტორთან, ესე იგი, ამ საჩუქრით უნდა მივიდე, იმასთან მოადგილესთან ასე უნდა შევიდე, იმას ასე უნდა უთხრა, იმას ის უყვარს შოკოლადი, ამას კიდე ის აქვს დიაბეტი და ვერ ჭამს. აი, როდესაც არის ამაზეა გადაწყობილი მთელი ჩემი გონება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი საუნჯე აქ არის.
ჩემი საუნჯი აქ არის, რომელსაც დაატრიალებს ჩემი გონება მთელი დღის განმავლობაში, რომ როგორ მოვახერხო ამათი კეთილგანწყობა შევიქმნა, რომ მე წინ წავიდე. ეს შეიძლება იყოს შვილზეც კი. ასეთი ეგოისტური დამოკიდებულება შეიძლება გაგიჩნდეს, რომ აი ხა ჩემი შვილი ესე მინდა იყოს, ჩემი შვილი ესე მინდა იყოს და ღმერთის ადგილი არ რჩება შენში. აი პრობლემა რა არის, იცით რომ ღმერთის ადგილს არ ტოვებს ადამიანი თავის თავში. და მნიშვნელობა არ აქვს სხვა რითი ჩაანაცვლებს. მატერიალური იქნება, რაღაცა თანამდებობრივი იქნება, ან შეყვარებულის ამბავი გავიხსენოთ, ეხლა ხო ყველა ყოფილვად შეყვარებული. სულ შეყვარებულზე რო ფიქრობ, რამე სხვა გახსენდება, არც ქშია მაშინ. იტყვი ახლა რომ ვაიმე ახლა წავალ და საჭმელებს არა, იმაზე გაქვს მთელი ორიენტირი, რომ როგორ მიხვიდე, როგორ დაინახო, როგორ დაგელაპარაკო, სადმე წამოყვება, არ წამოყვება, ხო ასეა. ხო, გამოგვიცდია ეს ყველას და ხომ ვიცით რომ ეს ამბავი ნამდვილად ასეა. ახალ საჩუქარს რო გიყიდიან და რო დაასტრიალებ და დაფოფინებ ამას, სანამ ახალია, სანამ მოძველდება. ასეა ზუსტად, იმიტომ რომ სადაც არის შენი საუნჯე, იქ არის შენი გული. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ეს საუნჯე იქნება ზეცაში და ეს შედარება რო არის მოტანილი, რომ ვერც ჩრჩილიო, ვერც ჟანგი, ამიტომ არის მოტანილი, რომ იმ მიწაში შეიძლება დამიჟანგდეს ეს ამბავი მე. ჩრჩილი ხო იცით რაც არის, ამას მჭამელია მატერიის. ანუ მატერიას თუ ვაგროვებ, მატერიალურ ჩრჩილმა და ჟანგმა შეიძლება მომისპოს, ან ქურდმა მომპაროს, რასაც ვერ ერევა ჟანგი, ახლა ოქროს თუ ვინახავ, არის ჟანგება ოქრო, მაგრამ სამაგეროდ ქურდმა შეიძლება მომპაროს და დამტოვოს თხრიან და იპარავენ, როგორც ამ სახარებაში ამოდრილი. შეკრიბეთ საუნჯე ცაში, სადაც არც ჩრჩილი, არც ჟანგის პოპს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ. იმიტომ რომ თუ კი ჩემი საუნჯე არის იქ და იმას დაასტრიალებს ჩემი ფიქრი, რომ როგორ გავხდე მე მოქალაქე ზეციური, იცოდეთ რომ ყველაფერი თავის ადგილას დგება. აბსოლუტურად ყველაფერი, იმიტომ რომ ცენტრში თუ არის ქრისტე, იცოდეთ რომ ყველაფერი წესრიგდება ამის შედეგად. თუ ცენტრში არის ნებისმიერი სხვა რამ ქრისტეს გარდა და მის ადგილს აღარ ვტოვებ მე ჩემს ცხოვრებაში, ესე იგი მთელი ჩემი გონებით გადაგებული ვარ რაღაცა ამ საუნჯეზე. არა აქვს ხო გეუბნებით მნიშვნელობა, მატერიალური თუ არა მატერიალური. მათ შორის საკუთარი შვილი, საკუთარი მშობელი, საკუთარი ახლობელი. საბოლოოში მასაც ვქარებ. აუცილებლად. აუცილებლად. აი ეს არის კერპთაყვანისმცემლობის რაღაცა გარკვეული გამოვლინება, მიუხედავად იმისა, ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, როგორ აბაშვილი არ უნდა გიყვარდეს, ვინ გითხრა არ უნდა გიყვარდეს. ძალიანაც უნდა გიყვარდეს და ყველაფერს უნდა აკეთებდე მისთვის. მაგრამ საუბარი იმაზეა, რომ ქრისტეს ადგილს ტოვებ თუ არ ტოვებ. შენში. თუ მხოლოდ შენი შვილის ადგილია შენში. ამიტომაც ეს სახარება კიდევ ერთი ფორმულა წავიკითხეთ საუნჯის შესახებ, რომელ საუნჯესაც უნდა აგროვებდეს ადამიანი. სხეულის სანთელი თვალია. დრო როგორ გვაქვს, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცელი თემები იწყება. სხეულის სანთელი თვალია. მას თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუ კი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რაოდენიღა იქნება. იცით ეს რა რისი ფორმულირებაა? ეს არის ალეგორიული შედარება, რომ შენ სხეულში სინათლე საიდან შემოდის? თვალიდან. არა, ფიზიკურ სინათლეს გულისხმობ. ფიზიკური სინათლე შენში შემოდის თვალიდან. და სიგნალს ღებულობს რა? ტვინი. თორე ეს სინათლე მუცელში ხوار ჩავიდა. მე რო ახლა თქვა ეს შუქი შემოდის ჩემში, ტვინი ღებულობს ამას და არა მუცელი და არა ფეხის გული. ტვინი ნათდება ამით. ამის შესახებ არის ლაპარაკი, რომ სინამდვილეში ტვინი გახლავთ სულის თვალი. და თუ ის ნათელია, სულიც ნათელია. და თუ ის ბნელია, მაშინ სულიც ბნელია და ამიტომაც წერია ეს, რომ ნახეთ როგორი ფორმულირება. თუ კი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, ანუ გონება. ამ შუქითაა მხოლოდ განათებული და მეტი არაფრით. ეს ბნელია, მაშინ რაოდენ უფრო სიბნელე რამდენიღა იქნება. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ეს არის გამტარი, ხო? აი თვალმა გაატარა შუქი და მიიღო ტვინმა. სწორედ ასე არის, რომ სიკეთე გაატარა ტვინმა და მიიღო სულმა. და თუ ეს არ არის გამტარი და ვერ არატარებს არანაირ სინათლეს, სული აბსოლუტურ სიბნელეში იმყოფება. აბსოლუტურ სიბნელეში. გონების სიბნელეზეა საუბარი.
ანუ გონებით ნათლდება სული. გონებით ნათლდება სული. გონება არის ინსტრუმენტი სულის გასანათლებლად. ჩვენ ხომ შედგენილი ადამიანები ვართ. ჩვენ შევდგებით სულისგან და ხორცისგან. იმისთვის რომ განვითარდეს ხორცი, მას სჭირდება რაღაცა გარკვეული რაღაცა, მოკლედ აღზრდა, ხო? მართალია რაღაცა კვება სჭირდება, რაღაცა ვთქვათ, ფიზიკური განვითარება სჭირდება, ხო მართალია? სწორედ ასეთივე განვითარება სჭირდება სულს. ამიტომაც სულის განვითარებისთვის მოცემული გაქვს შენ ინსტრუმენტი და ეს არის შენი გონება. და თუ ამ გონებას სიბნელეში ამყოფებ, სული არაფრით არ განვითარდება. და თუ სიბნელეში ამყოფებ, სიბნელეში იქნება და მორჩება ამით ყველაფერი. ამიტომაც ეს შედარება რაც აქ არის მოტანილი. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ რომ კი ფიზიკურ თვალზე ლაპარაკობს, მაგრამ ეს შენ რომ გაგაგებინოს, იმიტომ არის ლაპარაკი, რომ ფიზიკური ნათლი და სინათლე შემოდის თვალის მიერ გონებაში, ისევე როგორც სულიერი სინათლე სულში შედის გონების მიერ. სხვაგვარად შეუძლებელია. სხვაგვარად სული ვერ განვითარდება, ამიტომ ღმერთმა მოგცა შენ ეს ინსტრუმენტად. სულს ვერ განავითარებს სხვანაირად რომ არ კონდეს სხეული. სხეულის გარეშე სული, ჩვენ რატო ვამბობთ რომ მერე შეუძლებელია სინანული, კეთილი საქმეების, რატო ვამბობთ ამას? იმიტომ რომ სხეულის გარეშე სული ვეღარაფერს ვეღარ აკეთებს. ვეღარ ვითარდება, ვეღარაფერს ვეღარ აკეთებს. ამიტომ შენ სხეული რომ მოგეცა ხელით და ფეხით, თუნდაც ამ შეგრძნებებით, ესეც ერთგვარი სულიერი განვითარებაა, მინდა გითხრათ რა, რომ ეხლა ცივს და ცხელს რო ვანსხვავებ, ხელის დადებით და ფერების განსხვავება რო შემიძლია, აქედან იწყება სულის განვითარება. თქვენ არ გეგონოთ რომ ეს უნიშნელო საკითხია. აქედან იწყება, იმიტომ რომ აი მარტივ რამეს ვამბობ. პირდაპირ რომ წერა კითხვა ადამიანს ასწავლო და სახარება წააკითხო, როგორ გონიათ, გაიგებთ რამე, გაიგებს რამეს? ჯერ აია ხო უნდა წააკითხო. აი თოხი და აი ბარი ხო უნდა წააკითხო, რომ მან სულ ცოტა ტექსტის კითხვას მიეჩვიოს, რომ გაშინა არსება შეეძლოს მისი. ეხლა ჩემს პატარა შვილიშვილს იმ დღეს ვუხსნი ასე. აი ძალიან მარტივ რამეს ვეუბნები. აი ბაბუ ვეუბნები. 1 ვაშლი პლუს 1 ვაშლი. რამდენი გამოვიდა? 2 ვაშლი ვასწავლი ესე. და ეხლა გაიმეორა. 1 ვაშლი პლუს 1 ვაშლი. მათემატიკას მეცადინეოთ მე 3 წლისაა რა. 1 ვაშლი პლუს 1 რამდენია? 2 ვაშლი. მეორე დღეს ეს ვაშლები აღარ მქონდა, ხო და? ვეუბნები, ბაბუ, აი 1-იც პლუს 1-ით რამდენი გამოვიდა მეთქი და 2 ვაშლიო. ხო და? ამიტომაც ახლა მე იმ ბავშვს რომ დაუჯდე და ველაპარაკო აქ, ესე იგი სულის განვითარების რაღაცა უმაღლეს საფეხურებზე როგორ უნდა, ესე იგი ჩვენ სიკეთე ეს ხომ აბსოლუტურად შეუძლებელია. ამიტომ სული ამ შეგრძნებების მიხედვით ვითარდება და ნათლდება. ამიტომ გონება არის შენში მოცემულობა, ინსტრუმენტი სულის განსავითარებლად. თორე როგორც კი სული და სხეული დაშორდებიან ერთმანეთს, არაფერი ეს ტვინი ჩვეულებრივი მატერია, რომელიც ისევე იხრწნება მიწაში, როგორც გაიხრწნება მთელი შენი სხეული. ძალიან ჩქარჩქარა ხო არ ვლაპარაკობ. მე ნამედანი არავის არ შეუძლია 2 ბატონს ემსახუროს. ან ერთ შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთ შეეთვისება და მეორეს დაამცირებს. ვერ შევძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც. ნუ ხშირად ტექსტებში ჩვენ ხვდება მამონა, მამონასაც, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც მოკლედ. კი, ეშმაკია მამონა, რომელიც იყო ერთ-ერთი კერპი, სადაც ითხოვდნენ მატერიალურ დოვლათს. ამ კერპის წინაშე გამდიდრებას ითხოვდნენ და მოკლედ ამიტომ წერია მამონასაც. აქ პირდაპირ სიმდიდრეა თანამედროვე ქართულად გადმოთარგმნილი და მე მინდა გითხრათ რომ ალბათ სწორიც არის რომ საზოგადოებისთვის უფრო მეტად გასაგები იყოს თანამედროვე ენა ამასაც ემსახურება მინდა გითხრათ. ნუ რა ვიცი ამას ეხა მე მგონი დიდი განმარტება არ სჭირდება, იმიტომ რომ 2 ბატონი, ეხა ერთი წყაროდან თან მარილიანი წყალი განმოდიოდეს და თან მტკნარი ხომ შეუძლებელია რა. აი აბსოლუტურად შეუძლებელი ამბავია ეს რომ ერთ ჭურჭელში ეხა ამ ჭიქაში ჩაი და ყავა ერთად რომ ესხას შეიძლება? როგორ არ შეიძლება? ოღონდ რომელი იქნება? ჩაი იქნება თუ ყავა? აჯაბ სანდალი იქნება. მართალია, აბსოლუტურად ვერ იტყვი რომ ამაში ჩაი მისხი ან ყავა მისხი. ისევე როგორც ადამიანი რომელიც მეუბნება ეხლა რომ თქვათ აი ლოცულობ მამაო როგორ ვილოცო და მე ვუხსნი როგორ უნდა ილოცოს და დაიწყებს ამ ლოცვას, მაგრამ როგორც კი შუქნიშანზე დაუსიგნალებენ მოტრიალდება და შეიგინება. გეკითხებით რომელია მასში ეხლა მაგინებელი სული თუ ლოცველი სული? აჯაბ სანდალი. აი წენა რას თქვა მიშა?
ჩაია თუ ყავა მეთქი რო ვიკითხე და აჯაბსანდალიო, ზუსტად იგივე აჯაბსანდალია ადამიანში, რომელიც ამბობს რომ ლოცულობ, მაგრამ ამ დროს დასიგნალებაზე შეიგინება. როგორ მართება? ამიტომ ხო და რო გვემართება, ესე იგი დასკვნა უნდა გავაკეთოთ რა გვჭირს. რა გვჭირს ეს დასკვნა უნდა გავაკეთოთ. იმიტომ რომ ხო, ასეა რეალობა, ასეა. ამიტომ ორ ბატონს ვერ მოემსახურები ერთდროულად, იმიტომ რომ თან ის ხარ და თან ეს ხარ, ან ერთი ხარ, ან მეორე ხარ რა. ან ცხელი ხარ, ან ცივი. არა, თქვენ თუ გულისხმობთ ახლა იმას, რომ თქვა შეიძლება ვიყო მყავდეს გენერალური დირექტორი, მე კომერციული დირექტორი და მე შენ ემსახურები ერთ სამსახურს. მე უყურეთ რა ვსგულისხმობ. აქაც რო არ დავიბნეთ. აი უყურეთ, არის სამსახური თქვა რაღაცა. ამ სამსახურში მე ვარ რაღაცა აი აქ რგოლი, ხო? მაგრამ აქ ყავს პირველი პირი გენერალური დირექტორი, აქ ყავს მეორე კომერციული დირექტორი, მესამე რაღაცის დირექტორი, ყველაფერს დირექტორი ქვია. მე ამათი მსახური კი არ ვარ. მე ამ სამსახურის მსახური ვარ. აი ეს რგოლი ემსახურება აი ამ სამსახურს. და ესენი ამას მართავენ. ამიტომაც თუ ამას იტყვის რომ მე ბევრი ბატონი მყავს, ბატონები კი არ ყავს, კაცო. აქ ერთი ჯგუფი უნდა იყოს, რომელსაც ერთი პოლიტიკა უნდა კონდეს, რომ ეს თავისი სამსახური განავითარონ ან არ განავითარონ, თქვათ. ამის მიხედვით, თუ ამათ ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ, შენ როგორ შეიძლება ემსახურებოდე ადამიანს ამ შემთხვევაში? შენ ემსახურები იმ სამსახურის ინტერესში ხარ, თქვათ, და აქედან გამომდინარე ესე საქმიანობ, თორე აი პირობითად თქვათ ახლა რომ არის რაღაცა, თქვათ, საწარმო და აწარმოებს რაღაცა წიგნებს ბეჭდავთ, აი სტამბა გვაქვს რა. ახლა მე თუ აქ მუშაობდა ვარ ფურცლების ამწყობი, დირექტორის მომსახური კი არა ვარ, კაცო. ამ საქმეს ვემსახურებ. მაგრამ ამავდროულად ახლა ერთ გვერდს რომ ჩავაკერებ და მეორე გვერდს ვხევდე, რომლის მსახური ვარ? ორი ბატონის მსახური ვარ და სინამდვილეში ვერც ერთს ვერ ვემსახურებ და ვერც მეორეს. ერთი ნაბიჯით წინ თუ მიდიხარ და მეორეთი უკან, აუცილებლად ერთ ადგილას გახარ. არ წინ მიდიხარ და არც უკან. ამის შესახებ არის აქ ლაპარაკი. რომ არ შეგიძლია ორ ბატონს ემსახურო ერთდროულად. ან ერთ შეიძულებს, ან მეორეს შეიყვარებსო და მართლა ასე არის, წეღარ აზევს თქვით რა, ჩემი პირიდან ისიც თუ ამოდის და ისიც ამოდის, რომელიც უფრო მიყვარს, უფრო ხშირად ის ამოდის პირიდან. ხო და ერთ შეეთვისება და მეორეს დაამცირებს, ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, თუ უფრო მეც ვიგინები ვიდრე ვლოცულობ, ესე იგი შემიყვარდა უფრო გინება და ნაკლებად ლოცვა. თუ იმას ხო სინანულიც მოსდევს. ეგეც ხო გასათვალის, ანუ ჩვენი თავისუფალი ნება რომ მხარეზე არის. კი ჩვენ ვიცით რომ არც სიყვარული გვაქვს სული, არც თანმიმდევრობა გვაქვს სული, მაგრამ ჩვენი ნება ხო გამოხატავს ჩვენს პოზიციას. კი მომსვლია მეც ესე რომ გავბრაზებულა, გული მომსვლია, მაგრამ იმ წუთში ენაზე მიგვენია და დიახ, ეს ცოდვა არ არის. როგორ შეიძლება არ გაბრაზდე ადამიანი უემოციო ხო არა ხარ, კაცო რაღაცა ის ხო არა ხარ ნივთი. ამიტომაც შეიძლება ჩვეულებრივად მოვიდეს ეს გაბრაზება, მაგრამ როგორც კი ამ გაბრაზებას აქ აჩერებთ, ეს ცოდვა არ არის. ცოდვა არის წელზევით გადმოსული ფანჯრებიდან რომ ინახავს მიდან რა ქვია, თქვენი ასე თქვენი ისე. Ձանეთ მეშინია რომ თუ არ გავიგეს ტექსტი და რამოდენიმე პირა რაც მართლა დამთავრდა აი ვიმახურებ და მართლა დამთავრდა და ახლა ყველა ისე იმახულა როგორ შეეძლო დიახ რატომ ისე ზღუდეთ ტაძარში დავდიოდით ლოცვას მოუმაგეთ ვეზიარებოდით და დამთავრდა მართლა და არ ვიცი სარგებელი მომიტანა მართლა სულელი რაღაც პატარა ნაყოფი თუ მქონდა და როგორ შეიძლება მივხვდეთ მე ჩემთვის რასაც უყურებ მე ვხვდები იმიტომ შეიძლება მივოცოდა ის ლოცვა სოლა ჩამეთვალო შეიძლება ვეზიარო და პავლე მოციქული ამბობს ბევრი ავახდებიან და ზოგი ხდება კიდევაც და ვერაფრით ვერ გებულობ შედეგი ქონდა თუ ამ ძალიან მარტივი გასაგებია ესა და რაიმე თუნდაც ერთი მავნეთვისება თუ კი მოიკვეთეთ და აღარ იმეორებთ, ესე იგი მარხვას შედეგი დაუყენებია. მამა ეგეთი ასეთი არ არის, მაგრამ აი ეს თუ გამოდიება შედეგად, ჩემს ხოლს ვკითხე, რომ მუთხარი რაღაცა ცვლილება მაქვს მეთქი და მითხრა რომ იო, შარშალზე დელზე ნაკლებად წანჯაო. და თქვენ მითხარით არ არის შედეგი, არ არის ეგ შედეგი?
რა თქმა უნდა შედეგია. რა თქმა უნდა შედეგია, იმიტომ რომ სახლში თუ ესე იგი მიდიოდი და პირობითად ვამბობდი, ანჩხლობდი იქა და ესე იგი აიმე ეხლა ეს კაცი რომ მოვა და დაიწყებს თავის ბუზღუნსო, ან თავის ბუზღუნით აბეზრებდი ყველას თავს და აღარ აკეთებ, იგივე შედეგი დაუყენებია მარხვას. აბა მეტი რა შედეგზე არის ლაპარაკი, ტანის დაყენებაზე ხო არ არის რომ ეხლა მარხვაში ესე იგი ათლეტი გავხდებოდი და იმას რა ქვია 100 კილოგრამიანი მეებს ავწევდი. არა, აქ ლაპარაკია იმაზე რომ მავნე ჩვევა რაც მქონდა. ეს შეიძლება იყოს ბუზღუნი, გაუთავებელი წუწუნი, გაუთავებელი პრეტენზიები რაღაცა ესე რატო არ არის, ისე რატო არ არის და თუ კი ეხლა მეტად თავშეკავებული ვარ. თუ კი აღარ ბრაზდებიან ასე ჩემს დანახვაზე რომ ვაიმე დაიწყებს ეხლა ეს კაცი გაუთავებელ თავის მოთქმა გოდებასო, ესე იგი შედეგი დამდგარა. ეს არის შედეგი და ამ შედეგისთვის ვირძით. შემდეგი მარხვა რაღაცა შემდეგი შედეგის დასაყენებლად უნდა არსებობდეს და ხო, ასე ხდება ეს ამბავი, თორე რაღაცა ახლა ესეთი ხელის გატკაცუნობით სრულყოფილება არ ხდება ადამიანის. რატო იყვნენ წლების განმავლობაში 40 და 50 წელი უდაბნოში განმარტოებულები იყვნენ და მერე ეხსნებოდათ ხოლმე სულიერი თვალი ადამიანებს და ჩვენ ახლა ესე ერთ დღეში გვინდა მოვედი ეკლესიაში და ხვალ მინდა რომ ყველაფერი და ესეც უნდა ვიცოდე, ისიც უნდა ვიცოდე. რაღაცა იქ სინოც უნდა უკარნახო როგორ მოიქცეს იქ რაღაცა იმაში ჩავიხედო იქ დელს იმაში რაღაცა მოკლედ აი ესეთი რამეები ხო გჭირდა ასე არ ხდება ამას ხო გაზრდა ჭირდება რაღაცნაირად რა ვინც რა საფეხურზე არის ეხლა ამ საფეხურს ხო მიაღწია მან რაღაცით რომ თქვათ ენა რომ იცის კაცმა და ლაპარაკობს სხვადასხვა ენაზე ესე იგი იმეცადინა და იმით მიაღწია ხო ისევე ეს სულიერი მდგომარეობაა რა რომ თუ ნაკლებად აღიზიანებ შენი რაღაცა მავნეჩვევით ადამიანებს ესე იგი შედეგი დამდგარა ვიდრე შარშან აღიზიანებ. კარგი, ჩვენ უნდა დავამთავროთ. მე შეკითხვებით ვაქვთ იმას გისმენთ და ესე იგი ჩვენ 25 თავიდან უნდა გავაგრძელოთ შემდეგ კვირას საუბარი. 26 თავის 25 თავი. შეკითხვები თუ არის კი პასუხებთ. კი, ბრძანე მარკოს, ბრძანე. სახარებაში უფალი გვეუბნება, ხო? უფალი გვეუბნება რომ გეყვარდეს, უფალი გვეუბნება რომ თავდაბრუნდეთ, უფალი გვეუბნება რომ წამდეს. ხო და ეს ჩვენ არც ისე არ აქვს და არც შეიძლება რომ გქონდეს და ვერც გვექნება ჩვენ თუ უფალმა არ აქვს. დიახ. ჩვენ უფალი გქონს იმას რაც თვითონ რომ მოგწვის. დიახ. და ეს იმას ნიშნავს მე მესმის რომ უფალი მზადების ეს ყველაფერი მოგწეს, მაგრამ მე რო არ გამომდი, მე სულ ვფიქრობ, უნდა გავაკეთო ეს მომწეს. იმიტომ რომ არაფერი არ გამომდის, წლები გადის და არაფერი არ სწორდება. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ რასაც უფალი ჩვენგან იფრთხოს, ის თვითონ მომწეს. აი ჩვენი მუშაკობა რაშია, ჩვენი საქმიანობა რაშია. მამაში, აი თქვა, იქვე წერია ის ამას რომ გთხოვს, იქვე გეუბნება. ვინც ითხოვეთ და მოგეცემათ. პირდაპირ ასე წერია. როგორ შეიძლებაო შვილიო მამას თხოვდესო თევსო და მამამ გველი მისცესო. კვერცხს თხოვდესო და ღრიანკალი მისცესო. ამიტომაც ითხოვეთ მამისგან, მე იაკობ მოციქულიც გახსოვთ, რომ ამბობს, რომ სიბრძნე ითხოვეთო უფლისგანო და უშურველად მოგცემსო ამასო ღმერთიო. ესე იგი, რაც გაკლია, ის უნდა ითხოვო ადამიანმა. ამ სიმშვიდე გაკლია, სიმშვიდე უნდა ითხოვო. სიბრძნე გაკლია, სიბრძნე უნდა ითხოვო. სიყვარული გაკლია, რაღაცა გაღიზიანებს ადამიანები, სიყვარული უნდა ითხოვო. და ეს ჯერ საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინო რა გაკლია. ამისთვისაც ეს შრომა გჭირდება, მარხვა სწორედ ამას ემსახურება, რომ მე უნდა დავინახო ჩემი მდგომარეობა, რა მაკლია, რა არ არის ჩემში რაღაცა მოწესრიგებული, რა საკითხი არა მაქვს და ამის შემდგომ იწყება უკვე ეს შემდეგი ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გახლავთ ის რომ აი აღმოვაჩინე რომ აი თურმე რაღაცნაირად არ ვეპყრობი ადამიანებს კარგად ესე იგი სიყვარული მაკლია ის რომ აი ფეთქებადი ვარ და ვერ ვაკავებ თქვა სიტყვას კბილებთან ამისთვის სიმშვიდე უნდა ვითხოვო და ასე შემდგომ ითხოვეთ და მოგეცემათ დააკაკუნეთ და გაგეღებათ ერთი ხმაურა შეიძლება დიახ მასთან დაკავშირებით თან დავიცოდეთ რომ ეს ხათადაში დავიწყების სტანდარტი და დიახ თქვენ გვასწავლეთ ეს იგი მარხვაში თქვენ ისეთო სახარებაო ფსალმუნები და
დაუჯდომრები ხო? დიახ. და ჩემი მეგობარი სხვა მოწადაშინების და თუ სახარება და სამში ხო დაუჯდომრების კითხვა არ ერიდე, ხამათ მოვიდე რაღაცა რაღაც პროექტი ჩემო სწორად გავიქცევი და აი უნდა მოგეკიდა ხელი და იგი დაუჯდომრების საკითხის გამო ვიჩხუბეთო და სინამდვილეში როგორ არის იცი ეს არის ნებისმიერი კი შობის მარხაში ჩვენ კითხულობთ თქვენი სამოცნობა და სამის და სახარებას და დაუჯდომრები აღმოჩნდით დიდ მარხვაში კი ამას წოდიცელი ხმახსოვს ეს ჩემბრალია იცით რა არის ასეთი რაღაცა მოკლედ ვიზრდებით ადამიანები ხო მართალია ხო და მეც ეთყობა ახალგაზრდული და გამოუცდელი იმით მომდიოდა ეს ამბავი რომ ცოტა შეიძლება მეცაც ვავალებდი ადამიანს ვიდრე უნდა დამევალებინო რას გულისხმობ ამაში მოგეხსენებათ მეც როცა დავიწყე ეკლესიაში სიარული მეც ასე დამავალეს რა რომ დღეში ერთი კანონი ფსალმუნებიდან იქ რაღაც ახარება იქ რაღაცა არსებობს კიდე დიდმარხვაში საკითხი დიდმარხვაში გავალებდნენ უბრალოდ ყოველდღიური ლოცვები იყო წასაკითხიდან ფსალმუნს და სახარებას კიდე აუდიოდი არავშავს და ეს არის ბასილი დიდის მიერ დაწერილი ლოცვები და რაღაცა აი ძალიან დიდი ლოცვები იყო და ისე გამიჭირდა რომ აი მოვალეობის მოხდის მიზნით იმიტომ რომ ახლა მოძღვარს ვერ ვაწყენინებდი ამას ვითხულობდი ხოლმე რა და ესე იგი რამის ამის გამო იყო რომ გადავიფიქრებდი ხოლმე შემდეგ მარხვა ხოლმე იქნება არ მივიდეს საერთოდ აღსარებაზე იმიტომ რომ ამ ლოცვებს ვეღარ წავიკითხავ მე ასეთივე რამ სჭირთ ადამიანებს სხვათა შორის ზიარების ლოცვებთან დაკავშირებითაც ამიტომაც უნდა გაითვალისწინოთ რომ ამის გამო არც ზიარებაზე არც მარხვაზე და ეკლესიურობაზე ვარი არ თქვა თქვენი ძალის მიხედვით უნდა გააკეთოთ ეს და მოძღვართან უბრალოდ უნდა შეათანხმოთ რომ აი მე ამის ძალა მე არ აღმომაჩნდა იმ ლოცვების კითხვის ძალა იმ ლოცვებს მე ვიცი ხა ჩვენ ძველი ისინი ძველ მრევლს ვეძახით ერთმანეთს ხა 90-იან წლებიდან ვინც დავდივართ ეკლესიაში და ვიცნობდით ყველა ერთმანეთს ცოტანი ვიყავით შედარებით და ყველანი ერთმანეთს სახეზე ვიცნობ სახელი და გვარი დღესაც შეიძლება არ ვიცოდე კაცის მაგრამ ისე მივესალმებით ერთმანეთს იმიტომ რომ სიონში ვხედავდით ერთმანეთს პატრიარქის ლოცვაზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ძალიან კარგი მოგონება და გახსენებაა და ძალიან ბევრი მათგანი ვიცი რომ კлау კითხულობს ამ ლოცვებს მე ვერ ბუდლობაშიც ვერ ვკითხულობ მინდა გითხრათ მიჭირს ძალიან ამიტომაც როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს რომ თაფლით უნახე ძალიან კარგია მაგრამ იმდენი არ ჭამორო უკან ამოგანთხიოსო ეს არის სწორედ ამ სიბრძნეზე დაფუძნებული ლოცვების კითხვასთან მიმართებაშიც სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენ აი თუნდაც ბატონო გავიგერო დიდმარხვა ერთხელაა წელიწადში მაგრამ ყველას არ შესწევს ამის ძალა ნუ განსაკუთრებით ეხა მე რომ ვუყურებდი მე თუნდაც ეხა ჩემ ცოლს ჩვენ სამი შვილი ესე მიყოლები თითო წელია სხვაობა მიყოლები შეგვეძინა სამი შვილი და ახლა შენ ერთი რომ აქეთ კივის და მეორე იქეთ წასაყვანია და მესამეს კარაქიანი პური უნდა და სახლი ინგრევა გამიშვი გამომიშვი არის და ამას ახლა და შენ ახლა ბასილი დიდის რა ბასილი დიდის ლოცვები რა ფსალმუნები და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ რა ერთი სული აქვს რა ესენი როცა იძინებენ მაშინ შეიძლება დამჯდარს დაეძინოს ვერც კი დაწვება იმიტომ რომ იმათვის ახლა სადილე აქვს გასაკეთებელი როგორც კი გაიღვიძებენ ეგრევე უნდა ემას ქნას რა ქვია და ერთი ხელში უნდა გეჭიროს მეორეს ფეხბურთი უნდა ეთამაშო პარალელურად მესამე ისა რა ქვია რაღაცას ურევდე ფაფას იქა და ვისაც არ უნახავს ეს ახლა არ შეიძლება ამიტომ დაადო ადამიანს ისეთი ტვირთი რომელ ტვირთსაც შენ თვითონაც ვერ ტვირთულობ ამიტომაც მე ყოველთვის ურჩევ ყველას რომ სახარებას და ფსალმუნს ხელი არ უნდა გაუშვათ არც მარხვაში და არც ხსნილში ოღონდ შეზღუდეთ რომ თქვათ ხსნილში თუ წაიკითხავ ერთ ფსალმუნს და ერთ თავს შეიძლება მარხვაში გააკეთო რომ დაამატო დილასაც წაიკითხო და საღამოთიც წაიკითხო ახლა თუ გაქვს ამისი დრო და არ დასდევ ესე პატარებს ან სამსახურებრივად არ ხარ ესე დაკავებული და დაუჯდომელსაც წაიკითხე ბატონო ეს დანაშაული კი არ არის მაგრამ ეს არ არის დოგმა ეს არ არის რაღაცა რომ თუ ამას არიზავ დამნაშავე ხარ ეს ასეთი მიდგომა არ შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ აქ ძალიან კარგი რამე ვთქვით ახლა რომ
სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი და ეს იცი რას ნიშნავს? რომ შენ შეიძლება საერთოდ ვერ მიხვიდე დღის განმავლობაში წიგნთან. საერთოდ ვერ მოახერხო მისი გადაფურცვა. დილით რომ წამოხდი 6 საათზე და გაიქეცი სამსახურში, დაბრუნდი ღამის 12 საათზე. სამაგიეროდ ავტობუსში იჯექი, სამსახურში იყავი თუ სადაც არ იყავი, გეფიქრებოდა ამაზე. ეს ლოცვა. ეს ლოცვის ტოლფასია. ხელში გეჭიროს და სულხვალობაზე ფიქრობ. პირიქით, ესეთი რამეც არსებობს. ხო იცით, არსებობს ესეთი პატერიკი არის, რომ მონასტერში ერთი ბერი ყავდათ, რომელსაც უშვებდნენ ხოლმე ეპისკოპოსის მოსატანად ქალაქში. ესე ყველას არ უშვებენ ხოლმე მონასტრიდან, უფრო რაღაცა სხვა გამოცდილება სჭირდება, რომ მონასტერს არ ტოვებდნენ მაშინ ბერები. ახლა დღეს 21 საუკუნეში ცოტა სხვანაირად არის. ხო და წინამძღვარი, რომელიც ლოცვას ატარებდა, ამ ბერს შეაგვიანდა ჩამოსვლა ქალაქიდან, რაღაცა გზაში შეყონდა და მოკლედ ბერები დგანან ლოცვაზე და წინამძღვარი აკნევს. ხო და მივიდა იმ ადგილას, სადაც ის ყველას იქ თავისი ადგილი აქვს ხოლმე მონასტრებში, ესეთი იყო წესი და ყველას თავის კამი და ადგილი აქვს და სტასიდებს სადაც იძახიან. იმ სტასიდთან აკმია, სადაც უნდა მდგარიყო ის ქალაქში წასული ბერი და გვერდზე ბერი იდგა და იმას არ უკმია და შევიდა იმაში საკურთხეველში და ეს გაბრაზდა, ძალიან გაბრაზდა, რომ ეს რა იყო, რა უპატივცემულობა იყო, ის არ იდგაო, იმის ადგილს უკმიაო და მე იცი რა, ისო ლოცვაზე დგასო და შენ არაო რა. მიუხედავად იმისა, რომ ის იქ არ იდგა, ლოცვაზე იდგა. ესო ცხოვრობნება. თქვენ ხალხს ბევრს ავალებთ ფარისევლებს. იქ ცოტა სხვა რამეზე, იქ ლოცვებზე არ არის კონკრეტულად, იმიტომ რომ იქ ფარისევლებს ჰქონდათ 614 კანონი, ესე იგი ჩამოწერილი იმიდან, რა ქვია, ძველი ჟულიდან და ამას ყველაფერს შენ გიკონტროლებდნენ, რომ ეს ესე გენი და თვითონ ვერ არასრულებდნენ ამას და ამიტომ ელაპარაკებდა, რომ დაადებთო ამ სიმძიმესო და თქვენ თვითონ თითითაც არატოკებთო ამ იმასო, რომ რაღაცით დაეხმარო და რაღაცით შეეწიო. ხო, რაღაცით შეიძლება შეუმსუბუქო ეს ყველაფერიო და ამიტომაც ჩვენ ახლა ადამიანებს დავადოთ ისეთი ტვირთი, რომელსაც ჩვენ თვითონაც ვერ ვტვირთულობთ ახლა მე ეგერ გადაგიშლით და იმ ბასილი დიდის ლოცვებს იცით რა სასარგებლოა გეტყვით წაიკითხეთ მეთქი მაგრამ მე ვერ ვკითხულობ ვაღიარებ ბატონო რა ვქნა ვერ ვკითხულობ არ შემიძლია სამაგიეროდ აი რომ გავიღვიძებ ეს თავთან მიდევს არ არსებობს რომ მე დღე დავიწყო რომ წმინდა წერილი არ წავიკითხო არ არსებობს ესეთი დღე რა ვიცი ახლა ნარკოზის ქვეშ რო გავიღვიძე მაშინ რა თქმა უნდა მაგრამ თუ ჯანმრთელად ვარ და თვალი გავახილე პირდაპირ ამას ვშლი პირველი ასაც ვაკეთებ მართლა თვალზე წყალს რო შევისხავ, რომ დავჯდები პირველი ეს მიდევს. ხო და რატომ არის ეს ყველაფერი? იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ ინტერესი მაქვს და მე მეფიქრება ამაზე და მე იმ აღმოჩენებს ვაკეთებ რაღაცას, შარშან რო წავიკითხე, ყოველ წელს რო ვკითხულობ და შარშან რო წავიკითხე რაღაცა რო ვერ დავინახე, წელს დავინახე და ისე მიხარია გეგონება დიდი აღმოჩენა გავაკეთე და აღმოჩენა რა თუნდაც აგერ ეწერა ეს, უბრალოდ შარშან სხვაგან მიფრინავდა ჩემი გონება ეთყობა და ამით ღმერთი გზრდის და შესაბამისად მე აქ რაოდენობაზე არასდროს არ გელაპარაკები თქვენ ამდენი უნდა წაიკითხოთ მე გეტყვით რომ წაიკითხეთ იმდენი რამდენიც სარგებლო იქნება თქვენთვის თქვენი შემეცნებისთვის და თქვენი გაზრდისთვის იქნება სასარგებლო იგივე დამოკიდებულება მაქვს მე ზიარების ლოცვებთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ ესეც რომ ზიარების წინა ლოცვები ასე ერთბაშად რომ წაიკითხოს ადამიანმა მართლა ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია. ამიტომ ესე გააკეთეთ რომ თუ თქვათ გადაანაწილებთ ამას. შეიძლება გადაანაწილოთ ხო არის 12 ლოცვა ჯამში. ბოლო 12 ლოცვა ხო არის. შეიძლება გააკეთოთ რომ აი დილის ლოცვებთან წაიკითხოთ ხოლმე ორშაბათ, სამშაბათ და შემდეგ კვირამდე. ამას ვამბობ რომ აი თქვა დღეს არის ორშაბათი. პირობითად ვამ დღეს ორშაბათია და წავიკითხე დილის ლოცვებთან ერთად პირველი ლოცვა და საღამოს ლოცვებთან ერთად მეორე ლოცვა. ასე მე პარასკევამდე უკვე ეს 12 ლოცვა წაკითხული მექნება. და ეს იმასაც ნიშნავს რომ უყურე მაგალითად 2 დღესასწაული მაქვს კვირაში. პირობითად ვამბობ. ხუთშაბათს ახლა გიორგობაა და შემდეგ კვირასაც უნდა ვეზიარო, მაგრამ გიორგობასაც უნდა ვეზიარო. ამისთვის ცალ-ცალკე კი არა, ამას თუ მასე რეჟიმში ვამყოფებ ამ ლოცვებს მე მოვდივარ და ვეზიარებით შეუძლებელია. ანუ ეს გადანაწილებული როცა მაქვს და როცა არ მაქვს გადანაწილებული, მე უკვე მიჭირს, იმიტომ რომ ვეღარ იტევს ამას ჩემი გონება და მექანიკურად ვკითხულობ უკვე რა, რომ მე ახლა მე ასე ვაკეთებდი მართალი გითხრა და თან სასულიერო პირი ხა
ხშირად უწევს წირვა მას, კვირა შეიძლება სამჯერ მეწირა და სამჯერ ამის წაკითხვა, მერე მივხვდი რომ უბრალოდ კითხულობდი რა, აი შევატყვე რომ მექანიკურსაც აქვს რაღაცა აუცილებლად აქვს, იმიტომ რომ შენ რომ დადექი და რაღაცნაირად დრო გამოყავი ამისთვის, ეს უკვე რა თქმა უნდა ღმერთი ამას ხედავს და როგორ არ ექნება, შედეგიც ექნება და რაღაცა ძალაც ექნება, მაგრამ ის რომ ეხლა ადამიანს თუ არ შეუძლია ეს ერთბაშად, უნდა გადაანაწილოს აუცილებლად რა. შეიძლება. კი, შეიძლება, იმიტომ რომ აი ხა ბრწყინვალე შვიდეულში თქვენ თქვათ არ იკითხება, კაი არაფერი, მაგრამ აი ესე რომ მოგვიწიოს რაღაცა დღესასწაულები დაემთხვას და ყოველდღე მოგვიწიოს სირვაზე სიარული. ხა რა ვქნათ ყოველდღე ამის წაკითხვა, რასაც შეიძლება ვიღაცამ ამის გამო უარი თქვას ზიარებაზე და წარმოგიდგენიათ რის გამო რაზე ამბობ უარს. ანუ მე დანაშაულს მოჭავდი ვარ 3-ს კითხულობ. არაფერ დანაშაულს არ ჩადიხარ, კაცო. შენ არც პატარა ბავშვები ყავს მოსავლელი და არც ახლი დასალაგებელი. მარინა, კარგად გიმყოფოს ღმერთმა. ყველაზე თავარი ამას წდები ყველაზე მნიშვნელოვანი. რა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ხო და ამიტომ თუ კი გაქვს საშუალება, რა თქმა უნდა წაიკითხო, კაცო. მაგაზე უკეთეს რას გააკეთებ, მაგრამ ის რომ შენ სხვასაც იგივენ არ დაავალდებულო, ეს რა არა. არასწორად რატო აკეთებ, რა არის დანაშაული მაგაში? დროს რაში რა თქვათ არ წაიკითხე დღეს და რა იმის მაგივრად რა უნდა გააკეთო? ვალდებულება არა გაქვს, მაგრამ ნებაყოფლობით შეგიძლია წაიგეთ. მე ანუ რას გეუბნება, იცი რომ მე რისით რა ვერ გააგებინეთ თქვენ ერთმანეთს. შენ ასე უნდა გეთქვა რომ ვალდებულება არა მაქვს. სურვილი მაქვს და ვკითხულობ. მორჩა. მე რომ მოვიდრო დადაში